ფსიქოთერაპიაზე მოსული პაციენტების უმრავლესობა უჩივის ბავშვობაში გარკვეულ დეფიციტებს ან ნეგატიურ კომუნიკაციას. ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ზრდასრულების ან თანატოლების მხრიდან, აღიარების, სიყვარულის, პატივისცემის, მიმღებლობის ნაკლებობა, ან აგრესია, ძალადობა, უარყოფა, რომელიც, რა თქმა უნდა, ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის თვითშეფასებაზე. ადამიანი იზრდება და ცდილობს იმ თვითშეფასებით, რომელიც ბავშვობაში შეიქმნა, აწყოს საკუთარი ცხოვრება, კარიერა ან ურთიერთობები. მისი შინაგანი ხმა კი ეუბნება, არ გამოგივა, არასაკმარისად კარგი ხარ, არ იმსახურებ. მაგრამ აქ უკვე სოციუმი მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის არჩევანი, ადამიანის მდგომარეობა და დამოკიდებულება იმ სიტუაციის მიმართ, რომელშიც არის აქ და ამჟამად. რას აირჩევთ? გააგრძელებთ სხვების დადანაშაულებას და პასიურ პოზიციას დაიჭერთ, თუ აქტიურ პოზიციას ირჩევთ და საკუთარ თავზე აიღებთ პასუხისმგებლობას თქვენს ცხოვრებაზე, დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე. თუ მეორეს ირჩევთ, შეგიძლიათ მოგმართოთ დახმარებისთვის.